საქართველოს სარეზერვო აქტივები რეკორდულ ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2025 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 342.6 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა და 6.16 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭერბა. ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ კვლავ რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება და ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე დოლარის შესყიდვას ახდენს. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ნოემბერში წმინდა შესყიდვებმა 2 მილიარდს გადააჭერბა. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადენი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. დეკემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია, აცხადებს ეროვნული ბანკი. ოქროს გაძვირების ფონდზე ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვების ზომა გაიზარდა. სების მონაცემებით 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.3% შეადგენს, ანუ მისი ღირებულება 1 მილიარდს აღემატება. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და 502.3 მილიონი დოლარით გაიზარდა. სები მიუთითებს, რომ ეს ტენდენცია ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას ადასტურებს. სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით გაყიდვა ან გაცვლა 12 იანვრიდან ახალი პირობებით მოხდება. ქართულმა ოცნებამ ახალი პირობები უკვე გამოსცა. კერძოდ, ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზება შესაძლებელია თუ ადგილზე დაღიგეს გარეშე არანაკლებ 100 მილიონი ლარის ინვესტირება ჩაიდება, ან თუ განთავისუფლებული იმ პირის ქონების მომიჯნავეთ, ვინც არანაკლებ 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე დააბანდა და გაფართოებას გიგმობს. პირდაპირი ფორმით პრივატიზება შესაძლებელია სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. კრიტერიუმებს შორისაა სახელმწიფო უწყების, მუნიციპალიტეტის დასაბუთებული შუამავლობის საფუძველზე სახელმწიფოებრივი საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზანი, ან ფიზიკური პირების ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირების, ან სტიქიით დაზარალებულებისთვის საკუთრებაში გადაცემა. სახელმწიფო ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, ან იმ პირებზე, რომელთა მიერ განხორციელდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების იძულებით დათმობა შესაბამისი ქონების პრივატიზების მიზნით. განისაზღვრა ქონების გაცვლის კრიტერიუმებიც. ADB-ს 50 მილიონ დოლარიან სესხს რუსთავის აზოტი მდგრადობის, გაციფრულების, გარემოს დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებების გასაუმჯობესებლად გამოიყენებს. როგორც BMG-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება 24 მეგავატიანი მზის პანელები, აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, წარმოების პროცესში გამოყენებული წყლის რეციკლირებისთვის. ასევე დაემატება ახალი საწარმოო ხაზები, ახალი პროდუქტის, დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის საწარმოებლად, რომელიც მხოლოდ ინდუსტრიული მიზნებისთვის გამოიყენება. კომპანიაში ელიან, რომ ახალი პროდუქტი გაზრდის პორტფელს და პროდუქციას ლათინური ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე გაიტანს. კომპანია მუშაობს გაციფრულებაზეც და წარმოების კონტროლის გაუმჯობესებაზეც. როგორც ინდორამაში აცხადებენ, კომპანია მოდერნიზაციაზე რუსთავის აზოტის შეძენის დღიდან მუშაობს. რუსთავის აზოტი ინდორამა ჯგუფმა 2023 წელს შეისყიდა. ADB-ს 50 მილიონიანი სესხი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და თავად რუსთავის აზოტისთვისაც. ჩვენ ამ სესხს გამოვიყენებთ გარემოს დაცვის მდგრადობის, გაციფრულების, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებების გასაუმჯობესებლად და უკეთესი სამუშაო გარემოს შესაქმნელად. პროექტის ფარგლებში ვაშენებთ ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობას, რათა წარმოების პროცესში გამოყენებული წყლის რეციკლირება მოვახდინოთ. ეს შეამცირებს წყლის მოხმარებას და დაეხმარება გარემოს. ასევე ვამატებთ ახალ ობიექტს დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის საწარმოებლად, რომელიც მხოლოდ ინდუსტრიული გამოყენებისთვის გახლავთ. ეს რუსთავის აზოტისთვის ახალი პროდუქტია და ის გაზრდის. ჩვენს პორტფელს გავალთ ლათინური ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე, რადგან ეს უნიკალური პროდუქტია და მსოფლიოში მსგავსი მწარმოება ძალიან ცოტაა. ძირითადად ევროპის, ლათინური ამერიკისა და რეგიონალურ ბაზრებს მოემსახურებით. ADB-ს სესხით დაფინანსებულ პროექტებს მათ უახლოეს 2 თვეში დავიწყებთ. ზოგიერთი ობიექტი უკვე მუშაობის პროცესშია, ზოგი კი ძალიან მალე. 2-3 თვეში ამოქმედდება. საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით 11 თვეში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 14%-ით 117.6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და საექსპორტო კალათაში 1.8%-იანი წილი დაიკავა. საექსპორტო ბაზრებში წელს რუმინეთი ლიდერობს, სადაც 26.5 მილიონი დოლარის სასუქის გატანა მოხდა. მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც 12.6 მილიონი დოლარის ღირებულების სასუქები გავიდა. მესამე ადგილზეა 8.9
მილიონით ტანზანია. ყუთეულში შედის ინდოეთი და ლიეტუვა, სადაც დაახლოებით 8 მილიონი დოლარის პროდუქციის მიწოდება მოხდა. მიკროსაფინანსო სექტორში მთავარ პრობლემად კვლავ მოზიდული სახსრების მაღალი ღირებულება და საოპერაციო ეფექტურობა რჩება. ამის შესახებ BMG-სთან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი საუბრობს. მისი თქმით, ბოლო წლებში რესურსის მნიშვნელოვანი გაიაფების ტენდენცია არ ჩანს. დევდარიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკურ პირობებზეა დამოკიდებული თუ რა ტენდენცია ექნება სახსრების მოზიდვის, ახალი წყაროების გაჩენას და შესაბამისად როგორ აისახება ეს საბაზრო განაკვეთებზე. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მიკროსაფინანსო სექტორი ზრდის ტემპი დაჩქარდა. კრისტალისა და MBS-ის მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ ბაზარზე გამოთავისუფლებული ნიშის ათვისებას მიკროსაფინანსო სეგმენტში დარჩენილი სხვა ორგანიზაციები ცდილობენ, რომლებიც ძირითადად ოქროს, სალომბარდე და ავტოსისხების მიმართულებით მუშაობდნენ. გამოწვევების კუთხით ეს არის მათ შორის ის, რომ მოზიდული სახსრების ფასი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ სექტორი გასულ წლებში და წელსაც მნიშვნელოვნად ასე ვთქვათ ამჯობესებდა ფასს და აიაფებდა ასე ვთქვათ სექტორის დაბანდებას. იგივე ტენდენციები სამწუხაროდ ბოლო წლებში არ გვინახავს ვთქვათ რესურსის გაიაფების კუთხით. და კიდევ ერთი გამოწვევა რაც არის სექტორში პრინციპში ჩვენ ვუყურებთ მუდმივად რომ უმჯობესდება ეფექტურობას გულისხმობ იმას რომ საოპერაციო დანახარჯები ერთეულ პორტფელზე კლებადი ტენდენციით ხასიათდება. თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი ნიშნულია, აი ამ ასე ვთქვათ ეფექტურობის გაუმჯობესებასთან ერთად სექტორს ექნება კიდევ უფრო მეტი კონკურენტუნარიანობის შესაძლებლობა, მეტი მომგებიანობის დაგენერირების შესაძლებლობა, მეორე მხრივ პროდუქტების გაიაფების შესაძლებლობა. სოციალური გაზის სუბსიდირება და დაბალი ფასი ნავთობის და გაზის კორპორაციისთვის საკმაოდ მძიმე გადასატანია. ამ შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს. მისი თქმით, ამ ფაქტორების გამო კორპორაციას ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები აღარ განუხორციელებია. მაშინ როცა გასულ წლებში თბოსადგურები გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 კორპორაციის თანხებით აშენდა. სამხარებლო ტარიფი და თბოელექტროსადგურებისთვის მიწოდებული გაზის ფასი რომ არ გაზრდილიყო, კორპორაციამ სოციალურ გაზში შემავალი შესაწყიტი ფასის ნაწილი დაწია და საკმაოდ დაბალზეც. თუ არ ვცდები $160 იყო და $190-მდეც ჩამოვიდა. მაგრამ ახლა უკვე საშიშროება არის იმისა, რომ თვითღირებულებაზე ქვემოთ არ ჩამოვიდეს. ამიტომ ჩვენ სოციალური გაზი გვაქვს საკმაოდ დაბალ ფასად, რომელიც კორპორაციისთვის ძალიან მძიმე გადასატანია. რამდენი ხანია კორპორაციას სერიოზული პროექტი აღარ გაუკეთებია, მაშინ როცა გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 კორპორაციის თანხებით აშენდა. ჩვენი ტარიფები გნებავთ ელექტროენერგიის ან გნებავთ გაზის, ეს არის სოციალური ტარიფები და არა დარგის განვითარებისთვის საჭირო ტარიფები, ამბობს გია არაბიძე. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ნავთობის და გაზის კორპორაცია მოსახლეობისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ირიბის სუბსიდირებით არის დაკავებული, რაც კომპანიისთვის ყოველწლიურად $100 მილიონი მიუღებელ შემოსავალს წარმოშობს. 2022 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციას $230 მილიონი კრედიტი გამოუყო. სესხის გადახდა კომპანიას 2025 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. უდაური ნაგავს მიაქვს და რეგიონში უკონტროლო მდგომარეობა. ასე აფასებს კურორტზე არსებულ ვითარებას BMG-სთან მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია. მისი თქმით, გუდაურში შექმნილი კრიზისი პროგნოზირებადი იყო და ბიზნეს ამ სცენარის დადგომის შესახებ წინასწარ ჰქონდა გაფრთხილება. ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებლის შეფასებით არსებული პრობლემების საფუძველი არასწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებებია. მიუხედავად იმისა, რომ გზისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა დიდი ხნის განმავლობაში იყო ბიზნესის მოთხოვნა, საბოლოო შედეგმა ვითარება გააუარესა. მისი თქმით, საფეხმავლო ბილიკი ავტომობილებისთვის განკუთვნილი გზის ხარჯზე მოეწყო, რამაც გზის სიგანე მნიშვნელოვნად შეამცირა და მოძრაობა კრიტიკულად გაართულა. ინფრასტრუქტურულ პრობლემებს დაემატა პარკირების სრული ქაოსი და მოძრაობის მართვის სისტემის არარსებობა. გუდაურში არ არის განსაზღვრული საპარკინგო ზონები, არ ფუნქციონირებს ეფექტური მენეჯმენტი და არ არსებობს რეალური კონტროლის მექანიზმები, რაც ტურისტებს საშუალებას აძლევს მანქანები პირდაპირ გზაზე გააჩერონ. როგორც მირანდა ესაკი აღნიშნავს, საათობით გაჩერებული ავტომობილების კოლონები ყოველდღიურ რეალობად იქცა. დიდი ხანი რომ ვითხოვდით რომ გზა გაეკეთებიათ და საფეხმავლო ბილიკი, როგორც იქნა გააკეთეს ეს გზა, გააკეთეს ასევე საფეხმავლო ბილიკი, მაგრამ ეს ბილიკი გააკეთეს ძირითადი გზის ხარჯზე. შესაბამისად ეს გზა დავიწროვდა და ორ მანქანას რაც კი უჭირს ერთმანეთის გვერდის ავლა არათოვლის პირობებში. აი ამ ისედაც დავიწროვებულ გზაზე ერთ მხარეს არის აი ამ უნებართვოთ ჩამწკრივებული ტურისტების მანქანები, რომელსაც მე როგორც მე გავიგე აჯარიმებენ, მაგრამ ამ ადამიანებს თუ არ აინტერესებს ეს ჯარიმა, იმიტომ რომ
ან გადაიხდიან ან არა საზღვარზე დახვდებათ ეს ჯარიმები. ძირითადად რუსი ტურისტები არიან, ვერ შემოდის თოვლის გამწმენდი ტექნიკა, არ იწმინდება გზა, ამ გაუწმენდავ გზაზე ვერ შემოდის ნაგვის მანქანები და გუდაური სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიაქვს ნაგავს. გუდაურში მდებარე სასტუმრო Best Western გუდაურის დატვირთვა წლიურად 15%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ BMG-სთან სასტუმროს მფლობელმა გიორგი კვიცინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარი წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებულად აქტიური აღმოჩნდა. სასტუმროს მფლობელის ინფორმაციით ახალი წლის პერიოდში სასტუმროები ტრადიციულად 90-100%-იან დატვირთვაზე მუშაობენ, რაც დაახლოებით 10 იანვრამდე გრძელდება. თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით წელს მაღალი მოთხოვნა იანვრის მეორე ნახევარში შენარჩუნდა. მისი ვარაუდით გაზრდილი ინტერესი ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ევროპის არაერთ პოპულარულ სამთო კურორტზე თოვლის დეფიციტია. მაშინ როცა გუდაურში წლის ბოლოს უხვი ნალექი დაფიქსირდა, რამაც სეზონის წარმატებით გახსნა უზრუნველყო. მისი თქმით, გუდაურში განთავსების ფასები სეგმენტის მიხედვით ნაწილდება. გესტჰაუსებში ღამის ღირებულება დაახლოებით $50-80. 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში 80-დან 140-150 დოლარამდე, ხოლო 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში 200-დან 350 დოლარამდე. ძალიან აქტიურად დატვირთული არის კურორტი, ძალიან. სასამართლოს ერთგულთან შედარებით იანვარი ბევრად აქტიური არის და ჩემს სასტუმროსთან შედარებით დაახლოებით 15%-იანი დაახლოება. ყავს, რა ქვია, GCC-ის ქვეყნებიდანაც, ანუ რა ქვია, დუბაი, ემირატებიდან, ყავს ინდოეთიდან, ყავს რუსეთი, უკრაინა, ქართველებიც. გრეკოს დასახლებაში გზა გქონდა, რომელიც დაზიანებული იყო, წელს შეგვიკეთეს, შეგვირემონტეს ეგ გზა, მაგრამ ამ გზის ხარჯზე ასევე მოხდა ბილიკის მოწყობა. კი არ გაფართოვებულა ეს გზა რეალურად დავიწრო. ეს უცხოელი სტუმრებიც და არ ვიცი ახლა მანქანები ზოგს ნაქირავები აქვს, ქართულ ნომრებზეც არის, რუსულ ნომრებზეც არის მანქანები. არ შედიან ფასიან ავტოსადგომებზე, გებიან ამ დავიწროებულ გზაზე. ვეღარ შემოდის ტექნიკა ფიზიკურად გასაწმენდად. აი, გვაქვს ეს პრობლემა. მშენებლობა ნოემბერშიც გაძვირდა. საქსტატის ცნობით ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.2%-ით. 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი მშენებლობის ფასები 26%-ით არის მომატებული. ნოემბერში ინდექსი ზრდა განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3%-იანი ზრდით. წლიურ მაჩვენებელზეც გავლენა სექტორში ხელფასების და სხვა სახის ხარჯების ზრდამ მოახდინა. რაც შეეხება დეტალურ მაჩვენებლებს, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.9%-ით. არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაზრდილია 1.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.7%-ით. სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით. 9 თვეში უძრავ ქონებაში FDA $165 მილიონ გაიზარდა. 2025 წელს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სახით $1.296 მილიონი შემოვიდა. სექტორების რეიტინგში, სადაც ყველაზე მეტი FDA ჩაიდო, მეორე ადგილს უძრავი ქონების სექტორი იკავებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით იანვარ-სექტემბერში ეკონომიკის ამ დარგში $165 მილიონ მეტი ინვესტიცია ჩაიდო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 43.4%-ით აღემატება. BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელი ქვეყნებიდან ჩაიდო ყველაზე მეტი FDA ამ სექტორში და რომელ კომპანიებში განხორციელდა ინვესტიციები. უძრავი ქონების დარგის ტოპ ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. მეორე მესამეს კი ისრაელი და რუსეთი ინაწილებენ. ნატურალური თაფლის ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა. გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტმა $279,000 მიაღწია, ხოლო მოცულობამ 45 ტონა შეადგინა. 2025 წელს საქართველოსთვის თაფლის მთავარი სავაჭრო ბაზარი საფრანგეთი იყო, სადაც ქვეყანამ 21 ტონა თაფლის რეალიზაციიდან $129,000 შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ნატურალური თაფლის იმპორტმა $30,000 მიაღწია, ხოლო თაფლის მოცულობა
სხეულობამ 3.6 ტონა შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნატურალური თაფლის იმპორტი საქართველოში 15.3% გაიზარდა. საქართველოსთვის მთავარი საიმპორტო ბაზარი კი გასული წლის 11 თვეში საფრანგეთი იყო, საიდანაც ქვეყანამ $15,000 თაფლი შეიძინა. თურქეთში თხილის სექტორში საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ შავი ზღვის რეგიონში თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტის ჰასან ოსმან საბირის ინფორმაციით 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თურქმა ექსპორტიორებმა 238.704 ტონა თხილის ექსპორტიდან $2,255,000 შემოსავალი მიიღეს, თუმცა წლიურ ჭრილში კლებაა როგორც შემოსავლის, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. კერძოდ, თხილის ექსპორტი 2024 წელთან შედარებით 84,540 ტონით, ანუ 26.15%-ით შემცირდა, ხოლო ღირებულებით ნაწილში კლებამ $380 მილიონი, ანუ 14.4% შეადგინა. ამასთან 2025-26 წლების ექსპორტის სეზონის 4 თვის განმავლობაში, ანუ 2025 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ექსპორტზე 64,711 ტონა თხილი გავიდა, რომლის ღირებულებამ $795,600,000 შეადგინა. ჰასან ოსმან საბირი ამბობს, რომ სეზონის პირველი 4 თვის ექსპორტის მაჩვენებელი 1980-იანი წლების დონემდე დაეცა, რაც ქვეყანას სასწრაფო ზომების გატარების აუცილებლობისკენ მიანიშნებს. მდგრადობა მიმდინარე პოლიტიკით შეუძლებელია 2026 წლისთვის სასწრაფოდ პოლიტიკის შეცვლა საჭირო, მიიჩნევენ ასოციაციაში. მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე $1.3 მილიონ დახარჯავს. მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას 2025 წელსაც გეგმავდა, რისთვისაც 2025 წლის ბიუჯეტში $20 მილიონი იყო გათვალისწინებული, თუმცა სამინისტრომ აღნიშნული პროექტი ვერ განახორციელა, რის გამოც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის განკარგულებით პროექტის ბიუჯეტი განულდა. შესაბამისად, მისი განხორციელება 2026 წლისთვის გადაიდო. 2024 წლის 22 იანვარს წინაპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა კლინიკის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის და ანონსებასთან ერთად თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს. თუმცა 2024 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ შეცვალა. არსებული მდგომარეობით საავადმყოფოს არაერთი სართული უფუნქციოა და შენობის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან მოდერნიზაციას საჭიროებს. საქართველოს რკინიგზა დასავლეთის მიმართულებით სამგზავრო გადაყვანებს ნაწილობრივ აღადგენს 9 იანვრიდან. რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 9 იანვრიდან ამოქმედება თბილისიდან ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით რეისები. საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ ადრე გაუქმებული რეისების ბილეთები საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს განახლებული რეისების ბილეთების შეძენა რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ პლატფორმებზე შეუძლიათ.